დღეს დაიწყო რაღაც პროცესი და ის კმაყოფილია იმით როგორ დაიწყო ეს პროცესი, იმიტომ რომ ხედავს როგორი შეიძლება იყოს ბოლო ამ პროცესის. მე ვარ მოქალაქე, მე ვარ ჟურნალისტი. მე მქონდა მოლოდინი რომ დღეს ქუჩაში გამოვიდოდნენ არა მხოლოდ ის ადამიანები რომლებიც შაშან იყვნენ ქუჩაში, არამედ ისინიც რომლებიც არ იყვნენ ქუჩაში, მაგრამ დარჩნენ შეურაცხყოფილები იმით როგორ მოექცა ხალხს ხელისუფლება, ამიტომ მე ველოდი გაცილებით მეტ ადამიანს და მართლა მადლობელი ვარ თქვენი რომ ესე გულწრფელად შეხედეთ ამ მოვლენას და თქვენი შესავალიც იყო ჩემთვის ძალიან მისაღები და ის კითხვებიც რაც ჩამოთვალეთ იყო ძალიან მისაღები. ვაძლევიათ მე ჩემი ხედვით იყო ძალიან ცოტა ხალხი. ცოტა და ბევრი ეს არის შეფასებითი ტერმინები. მე მინდოდა რომ ვისი ღირსება შეივახა, ყველას ეთქვა დღეს ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ აღარ გვინდა ესეთ ქვეყანაში ცხოვრება. მე არ ვიცი რა დაიწყო, რითი დამთავრდება, როგორ გაგრძელდება, მაგრამ 7 ნოემბერს მე მგონი 10 მომზადება არ უნდა დაჭიროებოდა ბევრი. არც კლიპების დატრიალება, არც აგიტაცია და პროპაგანდა, ეს ყოფილიყო დღე, როდესაც მოქალაქეები თავის სამოქალაქო პოზიციას გამოხატავდნენ. არ მოხდა. და ეხლა ჩვენ მოგვიწევს ფიქრი, რატომ არ მოხდა? რატომ არ მოხდა? მე მაქვს ჩემი ვერსია, დღეს მთელი დღე ამაზე ვფიქრობდი და ბოლოს თითქოს ჩამოვყალიბდი, რომ ალბათ მაინც მუხტი არის, პროტესტი არის, მაგრამ არ ვიცი ხა რამდენად გაიზიარებს, მაგრამ მე ვფიქრობ არის საჭირო ახალი ლიდერები, მაინც მე ესე მგონია, იმიტომ რომ ინტერესი ძველი ლიდერების მიმართ არის ნაკლები, ხა ვიდრე ანუ ოპოზიციამ დაკარგა ხალხის ნდობა. არა, ნდობა არ მინდა, ისიც მე ვფიქრობდი სიტყვა ნდობა შეიძლება თუ არა ამ კონტექსტში რომ თქვას ადამიანმა ნდობას არ ვიტყოდი, იმიტომ რომ შეიძლება ნდობა არ დაკარგა ნამდვილად, მაგრამ დაკარგა როგორღაც რწმენა იმისი, რომ ეს არის ის ძალა, ეხლა ამ ლიდერებში არის ის ძალა, რომელიც რეალურად შეცვლის იმას, რაც შესაძლოა ამ ქვეყანაში. ალბათ ძველ ლიდერებთან ერთად არის საჭირო ახალი ლიდერები და თუ მკითხავთ საიდან გაჩნდებიან, მე გეტყვით, რომ საიდანაც მიხეილ სააკაშვილი გაჩნდა, იმიტომ რომ იყო მოთხოვნა ახალგაზრდა და ენერგიულ ლიდერზე. აი იქიდან გაჩნდებიან ის ახალი ლიდერები. მე არ შემიძლია ამ მოსაზრების შემდეგ არ დაუსვა დიაგა ჩეჩილაძეს შეკითხვა, როგორ ფიქრობ? ეთანხმებით ამ მოსაზრებას, რომ ახალ ლიდერებს ითხოვს საზოგადოება და სწორედ ამიტომ იყო დღეს შედარებით პასიური. რა თქმა უნდა. და არ ენდობა ძველ ლიდერებს, ამას მე დავამატებ ჩემი მხრიდან. კი, უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით ყველას, დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის, ნაწილობრივ ეთანხმებით ალბათონ ილიას პოზიციას. მაგრამ აი ამ გადმოსახედიდან რომ დავუშვათ პოლიტიკოსის გადმოსახედიდან მე ამ თემაზე არასოდეს არ მიფიქრია რომ დავუშვათ აი რაღაც მუხტი რაღაც წალღა რაღაც კლიპების ტრიალი და ამის შემდეგ ხალხის გამოსვლა რაღაც მაინც საქართველოს ისეთი ქვეყანაა რომ ვერ წინდატინ ვერ გაცვლით თუ ხვალ რა შეიძლება მოხდეს შეიძლება გეგონოს რომ დაუშვათ 100%-იანად ხვალ გამოვიდეს 1000 კაცი და უცხოდ გამოვიდეს 100,000 კაცი. შეიძლება იფიქრო რომ გამოვა 100,000 კაცი და გამოვიდეს 1000 კაცი. ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც უკმაყოფილების წყალღა არის პატარა, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაღაც სპორტულ აზარტში შევედით ყველა ბოლოს. რამდენი გამოვიდა რა მოხდა. ხო, მე ხა პოლიტიკოსის გადმოსახედიდან არ მიფიქრია, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია და ისიც თქმაც მინდოდა არის ის, რომ ნიჭიერი და კარგი პოლიტიკოსი ჩემი აზრით ქვია იმ პოლიტიკოსს, საერთოდ მე ესე აღვიქვა, რომ თავის ხალხს, თავის ერს, ვინც ააცილებს ამ უბედურებას და ეს უბედურება ჩვენ ვიცით, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის. ეხლა ცოტა გარედანაც შევხედოთ ამ სიტუაციას, აი ეხლა საზღვარგარეთ ვიყავით წასული და იქიდან BBC-ს, Euronews, CNN-ს რო უყურებდი ხოლმე აბსოლუტურად სხვა ქვეყნის მოქალაქის თვალით მინდოდა დამენახა აი აქ 3 მილიონიან, 4 მილიონიან ერში და უცბად რა ხდება, ვიღაც ერი უცბად გამოდის და გრადებს ისხვის და მე მსოფლიოსგან შველას ითხოვს და მე რაც გამოდის პრეზიდენტმა თუ პრეზიდენტი დავარქვა თუ არ ვიცი თვითმარქვია პრეზიდენტი დავარქვა თუ არ ვიცი რა უწოდო ამ ადამიანს
მე თავისი სახელგანთქმული გამოსვლებით ტელევიზიაში, CNN-ზე, BBC-ზე ეს იყო ჩემთვის ისეთი ემოციურად სირცხვილი, რომ აი მართლა გეუბნები ხანდახან არის ხოლმე რომ გვერდზე გავიხედავ ხოლმე სირცხვილისგან ანუ გაროდესაც შენი ქვეყნის პრეზიდენტი დარჩენის ობიექტი ხდება ჩემთვის პირადად ეს ძალიან დიდი განსაცდელია და ყოველ შემთხვევაში რომ ვსვავ ესეთ შეკითხვას რომ საერთოდ აი დავანებოთ ყველაფერს თავი და პოლიტიკას თუ ახალ ლიდერებს აი რა გვინდა საერთოდ აი ხო შეიძლება საკუთარ თავს გაუძლოთ ეგეთი შეკითხვა რა ამდენი ხანი მიტინგობ ამდენი 20 წელიწადია დავდივარ რა გვინდა საერთოდ მიდის ქვეყანა და საერთოდ რა ქვეყანა გვინდა რომ გქონდეს ხო ძალიან ხშირად დამისვია ჩემი თავის ეგეთი შეკითხვა და სხვისთვისაც რა თქმა უნდა საპირისპირო მხარისთვისაც და ხშირად მესმის ხოლმე ესეთი გამონათქვამი რომ თუმცა საქართველოს მიზანი ყოფილა ნატოში გაწევრიანება ხო და ჩემი აზრით ეს მიზანი კი არ არის რაღაც პატარა დეტალი არის ან ისიც ან არის და ან არ არის და ესე იგი საქართველოში თუ გინდა რომ დავუშვათ მიზანი არის ქვეყნის რომ გქონდეს ძალიან კარგი დემოკრატიული მოსიყვარულე ქვეყანა ისე ის რომელიც კარგად ვითარდება ეკონომიურადაც ყველანაირად ხო ამას ქართული საზოგადოება დღეს ის მხარეს რომ ეს თუ გძნობს რომ ეს საქართველოში დღეს არსებობს და საქართველოს დღეს ნორმალურად და კარგად ვითარდება ხო მაშინ აბსოლუტურად სხვადასხვა პოლიტიკებზე მოდი 7 ნოემბერს დაუბრუნდეთ. რა წელოდი? 7 ნოემბერი თქვენთვის ვიცი დღეა. ჩემთვის პირადად 7 ნოემბერი არის ღირსების პირველ რიგში, ღირსების აღდგენის, კი არა, ღირსების დღე არის საქართველოში. იმის დღე რაც ვერასოდეს, აი ხშირად მისწია ხოლმე იმაზე ხალხმრავლობაში რომ არ იცნობენ მეთქი, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ქართულ ადამიანს ღრმად და საფუძვლიანად და შიგნიდან იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება აბსოლუტურად დაცვას ქართულ ადამიანმა მართლა სახლიდან გამოგდება ყველაფერი მით უმეტეს იმ დროს რომ არის დაუშვათ დღეს სადგადის კრიმინალის და პოლიციის ზღვარი მართლა დღეს ისეთი სიტუაცია ხო რომ აი ეს რა იყო საბოლოოებში ეს 5 წელი ეს 5 წელი აი ყველა ჩავიხედოთ ჩვენ გულებში იყო ნერვების 5 წელიწადი იყო საშინელი ყუნილის 5 წელიწადი უგემოვნებების 5 წელიწადი უნიჭობის 5 წელიწადი რაც საერთოდ ტელევიზიებიდან გადმოდის და საინფორმაციო სივრციდან გადმოდის საქართველოს აი ყველაფერი ცუდი რო აი ბუკეტი იყო ესა და იყო დაგებული ძები, იყო დაუშვათ მაპი, აიპაპი, სწრაფო ნატოსკენ, იყო სიგნალი როგორც ყველაზე ლამაზი და ყველაზე ლამაზი ქალაქი და ყველაზე წარმატებული ქალაქი. შადი ყველაფერი იყო ყვითელი ავტობუსები, ხალხი, როგორ ექცევია ხალხს, აი რა დავარქვა ამას მართლა არ ვიცი დიდი მოწიწებით და უკაცრავად რომ რაღაც ნახირივით შეიძლება ესე იყოს, იმიტომ რომ შეყრიან ფედერალ ავტობუსებში წაიყვანენ ის ხალხი არის ის რას უსმენს იმიტომ რომ ვაკუუმში იმყოფება და საერთოდ ნორმალური ობიექტური ინფორმაცია სად არის და როგორ არის ის და მადლობთ ბატონია მოდი შეგვიძლია დაუბრუნდეთ ხალხთან და თქვენთან მექნება შეკითხვა როგორ ფიქრობთ რატომ არ გამოვიდა დღეს ქუჩაში ბევრი ადამიანი ხა უბრალოდ არ აქვს ხალხს პროტესტის ხმობა და იქნებ მოწონს ხელისუფლება და აპატია შარშანდელი დანაშაული. მოდით ასე ვთქვათ, ხელისუფლებამ შარშანდელი 7 ნოემბრის მერე ბევრჯერ მოიხადა ბოდიში. პრეზიდენტმა ბევრჯერ აღიარა შეცდომა, რაც მან დაუშვა 7 ნოემბერს. იქნებ უბრალოდ ადამიანებმა აპატიეს ასე 7 ნოემბერი. ამიტომ აღარ იყო ქუჩაში მასობრივი პროტესტი. ჩემთვის პრობლემა ცოტა სხვა რაკურსით დგას მართალი კითხვა. ჩემთვის პრობლემა არის საზოგადოებაში იმ მხრივ რომ იცით რა, როგორი პოლიტიკოსებიც არ უნდა მართავდნენ ამ მიტინგს. რამდენადაც არ უნდა წამდეთ ან აღარ წამდეთ ამ პოლიტიკოსების. მე მგონია რომ საზოგადოება როცა არსებობს, მას გააჩნია რეაგირების უნარი. როდესაც ჟურნალისტის მოხსნაზე სამსახურიდან გადაცემის დახურვაზე ადამიანის საზოგადოებას არ უჩნდება პროტესტის განცდა, როდესაც მკვლელობაზე და მკვლელებზე ხელის აფარებაზე არ უჩნდება საზოგადოებას პროტესტის გრძნობა. ეთყობა 7 ნოემბერსაც ეს პროტესტის გრძნობა არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, არ ვიცი. ახლა ია ამბობდა მე მეგონა რომ სხვაებიც გამოვიდოდნენ და მე კიდე სულ არ მეგონა რომ გამოვიდოდნენ, იმიტომ რომ ვიცი რომ სოლიდარობის გრძნობა ძალიან დაბალ დონეზეა ჩვენთან. ანუ ის რომ
მე პირადად კი აქ პრობლემა იმაში კი არ არის, მე მეხება თუ არა კონკრეტულად რაღაცა დანაშაულებრივი და არასამართლიანი ქმედება ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან. საერთოდ არსებობს თუ არა ეს ქმედება, ამაშია პრობლემა. თუ ამას ვერ ამჩნევს საზოგადოება, რომ ეს პრობლემაა ყველასთვის და არა მარტო ერთი ადამიანისთვის, ვისაც იმ წუთას შეეხო, როცა სახლიდან გადმოუყარეს ნივთები, თქვა სახლიდან გამოყარეს, როცა ჟურნალისტი გააძევეს, გადაცემა დაუხურეს, როცა ტელევიზია დაარბიეს. ეს არ შეიძლება იყოს კონკრეტულად მარტო იმ ადამიანების პრობლემა, ვინც იმ წუთას იქ იყო და ვისაც ხელკეთს ურწყავდნენ. ეს საზოგადოება მთლიანად უნდა გრძნობდეს. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ რაღაცა ნაწილი შეიძლება არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვს პოტენცია და მეც მაქვს ამის პრეტენზია.